ხართ ჩვენთან ერთად. მე მინდა პირველი კითხვა დაუსვა სახაზინო ადვოკატს და ცოტა მოგვიანებით გადმოვინაცვლო მაგიდასთან და მინდა რომ ბატონლადო თქვენგან დავიწყო რამდენად უნდა ველოდოთ საპატრიარქოში ეხლა ახალ სინოდის ხდომას, რომელიც შეიძლება კიდევ ახალი დაპირისპირების საგნად იქცეს. რას გვეტყვით ბატონო სულხან? თქვენ დაგნიშნეს იმ დღიდან, რა დღიდანაც უკვე თქვი პროტესტის ნიშნა დატოვა თავად ბრალდებულმა და დატოვეს ადვოკატებმა სასამართლო პროცესი. რა წარმოდგენა დაგჭირთ თქვენ? და ხომ არ შეიძლება გითხრათ რაიმე ისეთი ახალი დეტალი, რაზეც საზოგადოების ყურადღება ჯერ არ გამახვილებულა? მიკროფონი ახლოს თუ შეიძლება. ეხლა მოგესალმებით, მევესალმებ მაყურებელს. არ დავიწყებ ეხლა იმაზე მსჯელობას, რამდენად სწორად მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ საქმეში ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე ჩართვის თაობაზე. დღეს ეს საკითხი არ განიხილება, რადგან ამ საკითხის სასამართლოს ხდომაზეც იყო მსჯელობა და სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. გაიზიარა, გაითვალისწინა დეკანოზ მამალაძის პოზიცია და ჩვენ შეთანხმებით მოწვეულ ადვოკატებთან ერთად ვიცავთ მის ინტერესებს სასამართლოში. რაც შეეხება ახალ დეტალს. ახალი დეტალი ამ საქმეში არ არსებობს. ამ საქმეში იმაზე მეტი მტკიცებულება არ არსებობს, რაც საზოგადოებამ უკვე იცის. ინფორმაცია, რაც საზოგადოებას მიაწოდეს, გულისხმობ ფარულ ჩანაწერებს. იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, სხვა თემებზეა საუბარი და სხვა თემები იგულისხმება და ისმინება იმ ჩანაწერიდან სრულ ვერსიას, როცა მოისმენთ და ამის გარდა სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არ არის. ვერც ერთ სამართლიანი მოსამართლე როგორც არ უნდა იქნეს აქტივებულები გამოკვლეული, ვერ დაადგენს დეკანოზი მამალაძის დამნაშავეობას, რომ თითქოს და ის ამზადებდა ვინმეს პირობას. ანუ თქვენ პირველად ძანდებით ჩვენი სტუმარი და აი ეს კითხვა მინდა დაგისვათ. ანუ თქვენც იგივეს გვეუბნებით, რომ ეს არის ისე დამონტაჟებული მასალა, როგორც აწყობდა დაუშვათ გამოძიებას და სინამდვილეში ამ ვიდეო მასალაში ან აუდიო მასალაში დანაშაული არ იკვეთება? ამ ვიდეო მასალაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, ის რაც გავრცელდა ტელევიზიით, არის მონტაჟი, შემცირებული ვარიანტი, კონტექსტიდან ამოგრეჯილი ფრაზები და ამ კუთხით მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია. და ხაცუსავ, ამ საქმეში არანაირი სხვა პირადი ინფორმაცია არ არსებობს. ამ საქმის დახურვის საფუძველი არ ქონდა სასამართლოს. ეს უნდა იყოს საჯაროს ხდომა. ამ საქმეში არაფერი ისეთი არ არის, რაც აქამდე არ იცის საზოგადოება. თუმცა იქ იყო საუბარი პირადი ცხოვრების კადრები, პირადი ხასიათის კადრები თუ რაღაც ინფორმაცია თუ ასე შემდეგ. არანაირი ასეთი ინფორმაცია ამ საქმეში გაბატონო ინგა არ არსებობს. კარგით, ბატონო სულხან, მე ცოტა მოგვიანებით კიდევ დაგისვავთ კითხვას, მანამდე მიასმინდა რომ კითხო, შემდეგ ნონას და მაგიდასთან უნდა გადმოვიდე. მე წეღან ეს შეკითხვა დაუსვი თორნიკე მამალაძეს, დაკავებული დეკანოზის ძმას. ჩვენ ვიცით სწორედ თქვენი განცხადებებიდან და ძმამაც დაადასტურა, რომ მასზე დაკავების პირველივე წუთებიდან მიდიოდა ზეწოლა, რომ ხელი დაედო მეუფე დიმიტრიზე და ხელი დაედო სოსო ოხანაშვილზე. გამოვრიცხოთ ჩვენ, რომ ერთმშვენიერ დღეს თავისუფლების სანაცვლოდ დეკანოზმა თანამზრახველება დაასახელოს სწორედ ის ხალხი, ვიზეც თქვენ ამბობთ, რომ გამოძიება აიძულებდა, რომ დაესახელებინა. მოგესალმებით პირველ რიგში, ქალბატონო ინგა, მე გარდა იმისა, რომ ვარ მამა გიორგის ადვოკატი, ასევე ვარ მისი მეგობარი, ანუ მეც ბათუმიდან ვარ და წლებია მას ვიცნობ. ასე რომ გარდა ამ ადვოკატის და ბრალდებულის ურთიერთობისა, მე შემიძლია თქვა, ანუ მის პიროვნებიდან გამომდინარე, ის არც ერთ შემთხვევაში არ დაადებს ხელს, ანუ დანაშაულზე, რომელიც არ ყოფილა ბუნებაში არ არსებობს და არ ჩაუდენია არც მამა გიორგის და არც იმ პირებს, ვიზეც თხოვს რომ ხელი დაადოს, არასოდეს არ გატყდება დარწმუნებული ხართ რომ ეს არის? სრულიად დარწმუნებული ვარ. კარგით, მოდით მე ასეთი კითხვა მინდა დავსვა მაგიდასთან ნონა 2-3 წუთში თქვენ მოგიბრუნდებით. დავიწყო ლადონ არსიასთან შეკითხვით. როგორ გამოიყურება ეს პროცესი გარედან, არა საპატრიარქოს თვალით, არა ადვოკატების თვალით, ბატონო ლადო. ეს ყველაფერი დაიწყო ოციანიდის თემით და აგერ სრულდება, ვხედავთ, რომ შეიძლება მეუფე პეტრე საერთოდ განკვეთონ თუ უფლებამოსილება შეუჩერონ. მადლობთ რომ მომიწვიეთ. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. ძალიან მოკლედ ეს გამოიყურება საკმაოდ კომიკურად და საკმაოდ სუსტად. საქმე ეხება ერთის მხრივ პროკურატურის ბრალდებას, რომელიც ყველა ჯერზე, ყველა გამოვლინებით ჩვენ ხედავთ რომ არის უკიდურესად სუსტი და არ იწევს ნდობას და მეორეს მხრივ აქ ჩვენ ხედავთ ეკლესიაში ერთი ჯგუფის პოზიციონირებას იმისათვის რომ მხარე რომელიც ამ შემთხვევაში
ამბობს სიმართლეს, მის მიმართ განახორციელოს ნებისმიერი ტიპის შტურმი, ოღონდ ეს იყოს რაც შეიძლება მაქსიმალურად რეზონანსული საზოგადოებაში. ასე ფაქტებს კონტექსტში ამბობთ. ეს გნებავთ მეუფე პეტრე იქნება, ეს გნებავთ იქნება ადვოკატები, რომლებიც საკმაოდ დამაჯერებლად პოზიციონირებენ და ყოველი ასეთი პოზიციონირებას მოსდევს რაღაც ჯგუფის საპატრიარქოს ერთი ნაწილის მხრიდან, ასე ვთქვათ, მორიგი ბოდუები, მეც მას სხვას ვერაფერს უწოდებ და ესეთი არის ეს სურათი ერთიანობაში, რაც შეიძლება მოკლედ დავახასიათოთ. ეს ჯგუფი ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს ჯგუფი არის საპატრიარქოში ქალბატონი თეთრუაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი 2 ან 3 ადამიანი, ერთი ჩვენ ვიხილეთ მისი არაფორმალური წარმომადგენლობით, რომელსაც არ გააჩნდა არავითარი კანონიერი კონსტიტუციურით, ასე შეიძლება უწოდოთ, იმ კანონს, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმების სახით ჩვენ ვეუბნება იმას, რომ ეკლესია წარმოადგენს ფორმალურ ურთიერთობებში კრება, პატრიარქი, პატრიარქის მდივანი და ქორეპისკოპოსი. სხვა მეტი წარმომადგენლობა ეკლესიას ოფიციალურ ურთიერთობებში არ გააჩნია. ასეთ შემთხვევაში ქარჩავა, რომელიც პოზიციონირებდა მხოლოდ ერთი ადამიანის ნებას, ეს იყო ქალბატონი თეთრუაშვილი, იყო არაფორმალურად წარმოდგენილი ქალბატონი თეთრუაშვილის მიერ და ის ჩვენ დავინახეთ ყველამ და შევაფასეთ ვინ. ქარჩავას გარდა კიდე ვინ დაინახეთ ამ ჯგუფში და გადმოვალაქეთ და შემდეგ ქარჩავას გარდა დავინახე პირადად მეუფე იაკობი, რომელიც არაერთ გზის აი ამ პროცესების დროს ახმოვანებდა და გვეუბნებოდა საპატრიარქოს პოზიციას, რომ საპატრიარქო ენდობა გამოძიებას და ეს არაერთხელ იქნა გაჟღერებული, მაგრამ მას შემდეგ რაც პროკურატურამ საკუთარი ვერსია შემოგთავაზა აი ამ საკითხის, რაც გულისხმობდა იმას, რომ თითქოს დეკანოზი მამალაძე ამზადებდა ქალბატონი თეთრუაშვილის მკვლელობას, მეუფე იაკობიშვილი გამოვიდა მეორე დღესვე და ამბიონიდან მოგვახსენა ასეთი რამ, რომ რაც არ უნდა განაცხადოს პროკურატურამ, მან ძალიან კარგად იცის, რომ იგეგმებოდა არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მკვლელობა. აი ეს ურთიერთდაუკავშირებელი განცხადება მაფიქრებინებს იმას, რომ აქ საქმე გვაქვს თამაშის ძალიან ბინძურ წესებთან, ერთი მხრივ რაღაც დროს მეუფე იაკობი გვეუბნებოდა, რომ ენდობოდა პროკურატურას და ეხლა უკვე გვეუბნება, რომ აღარ ენდობა ის პროკურატურას და მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს მთლიანად საქმის წარმოება წარიმართა არასწორი გზით. საინტერესოა, მე მოგვიანებით უნდა დაგისვათ კითხო, პატრიარქი სად არის ამ დროს თქვენი აზრი და პატრიარქის დაუშვათ თუნდაც იგივე ოჯახს რატომ გაურთულდა რაღაცის გისმენთ ნონა ბძანეთ კი ბატონო ახლოს მიიტანეთ მიკროფონს. როგორც მივხვდი თქვენ საკმაოდ გაცნობიერებული ხართ ამ საკითხში, მე ცოტა დავითრგუნა ეხლა დედაოს გამოსვლიდან გამომდინარე და მე მაქვს თქვენთან ასეთი შეკითხვა და რას აკეთებს ამ დროს სინოდი? მე ძალიან პროკურატურა მაგ სივრცეში შევიდა არათვითნებურად. დედაომ ძალიან კარგად განაცხადა, რომ მამათ მავლობა, ნარკომანია და ასე შემდეგ და არაერთი დანაშაული იარაღი. ეს ყველაფერი ეკლესიის სივრცეში არსებობს და ეს ძალიან ცუდია. ანუ გამოდის, რომ მისი პროკურატურის იქ შესვლა, მე აღარ ვლაპარაკობ ოქროს მოწმეზე, რომელიც კატეგორიულად დღემდე ამტკიცებს იმას, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. აი ამას რას უშვრებით? ან სინოდის უმრავლეს წევრებს რას უშვრებით? ისინი რა შორენა თეთრუაშვილის ერთი ადამიანის, რომელიც არ არის, მოდი ასე ვთქვათ, საეკლესიო პირი, ხო? იმის ზეგავლენის ქვეშ როგორ შეიძლება მოექცნენ შორენა არ არის ღმერთი, მოდი ვაღიაროთ რა. აი ამაზე რა პასუხი გაქცეს მაშინ ბატონმა ლადომ პასუხი და მამუკასთან და ხათუნასთან უნდა მე ძალიან დიდი მადლობა მინდა აი ამ სტუდიას გადავუხადო თქვენ კითხვისათვის, ქალბატონ ინგას, კიდე ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ცდილობს მედიისათვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტებით ხელთ მოაქციოს, ხელქვეშ მოაქციოს საკითხი და შეთავაზოს საზოგადოებას ამ საკითხის ანალიზი. ჩვენ ვხედავთ აი ამ საკითხების, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, დაახლოებით 2 ათეული წლები გრძელდება ზოგჯერ ეს პროცესი, სხვადასხვა ფორმით ვლინდება ასეთ პრობლემები ეკლესიაში და ამ პრობლემების განხილვაში ერთვებიან, ჩემთვის ძალიან შეიძლება საპატივცემულო ზოგჯერ პოლიტიკოსები, ზოგჯერ მაშინდელი ინტელიგენცია დღეს შეიძლება მათ სხვა სახელი ქვიათ ელიტები. ესე იგი, იცით რისი თქმა მინდა, რომ ეს არის თემები, რომელიც განხილვაც უნდა ხდებოდეს პროფესიული ენით, პროფესიულ სივრცეში და აი ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობას უმთავრესად უნდა იღებდეს ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ეკლესიას, მათ აქვს შესაბამისი განათლება და შეიძლება მათ ისაუბრონ იმენაზე, რომელი ენაც აი მე მინდა სწორედ აქ ესე ვთქვათ, მივიყვანო ეს საუბარი, რომ
საკითხი არის საკმაოდ ბუნდოვანი, საკმაოდ რთული. ამიტომაც ახლა ჩვენ უნდა ვიწყებდეთ ლაპარაკს რაღაც ძალიან ისე წესებზე, რომელიც წესებში ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეთანხმოთ, რომ დიახ ასე იყო, არ იყო. მე მაპატიეთ რომ ამას ვამბობ, მაგრამ საკითხი ითხოვს პროფესიულ სივრცეში, მაქსიმალურად პროფესიულ სივრცეში განხილვას და აი ამ შემთხვევაში მე მაინტერესებდა მხოლოდ ერთი რამე. დიახ, მაპატიეთ თუ შეიძლება დავამთავრებ. მე მაინტერესებდა კათოლიკოს პატრიარქის რეაქცია. დიახ, აი ჩვენს გვაინტერესებს ეს რეაქცია. დიდი მადლობა მე აი ამ კითხვისათვის. თუ შეიძლება დავასრულოთ კათოლიკოს პატრიარქი, წმინდა სინოდი, ეს ის წარმომადგენლობა ეკლესიის, რომელიც პირდაპირ ვალდებულია საჯარო სივრცეში ახდენდეს, ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული ტიპის ანალიზს და ხელმძღვანელობდეს. აი ეს არის ჩვენი კითხვა. ეხლა თუ შევძლებთ სტუდიაში იმაზე საუბარს, რა პრობლემები დგას აი ამ ყველაფრის უკან როგორ პოზიციონირებს? ალბათ ვერ წავალ, ჩვენ უნდა დავსვათ ასეთი კითხვაც, ამ ყველაფრის მიღმა შეიძლება თუ არა დავინახოთ ხელისუფლების ხელი, პოლიტიკური, რა ვიცი მე, სხვა ჯგუფების ინტერესი და ასე შემდეგ. გიორგი ბძანეთ და ერთი ჩართვა გვაქვს გაგარინის სტუდიიდან ჩვენივე შევეხები ძალიან მოკლედ. უპასუხეთ, თქვით რომ მე შევხვდიო პატრიარქს. მე შევხვდი, ასევე მიაზოიძე, მიხეილ რამიშვილი, სამი ადვოკატი შევხვდი ჩვენ უწმინდეს. მე შემიძლია, იმიტომ რომ არ მაქვს ბედნიერება, რომ ძალიან ხშირად შევხვდი ჩვენ უწმინდეს, აქედან გამომდინარე, მისი სიტყვები შემიძლია ციტატებად გითხრათ. მისი სიტყვები იყო ესე: დეკანოზის ორგულობა არასოდეს გამიგია, მე მჯერა მისი უდანაშაულობის, მე მჯერა მისი პიროვნების, მე მინდა მოუწიო ეპისკოპოსები და მე მსურს ის გამოიყვანო თავდები. როდის ეს? გერმანიდან ჩამოთვდა მეორე დღეს. მე მსურს გამოიყვანო ის თავდები. პირადად მითხრა. ამის შემდეგ როგორც ბევრჯერ ხდება, კიდევ ერთხელ დაიბლოკა შორინა თეთრუაშვილისაგან. ამიტომაც მინდა ხალბატონო ნონა სამწუხაროდ ესეა რომ ხალბატონი შორინა ბევრ რამეს გაგა. გიორგი, მე მაქვს ერთი კითხვა, აი ეხლა მომწერეს ერთმა ჩემთვის სარწმუნო ადამიანმა, რომ ოჯახის წევრებს არ შეხვდა პატრიარქი, ესე არ არისო, პატრიარქი მათ ელოდებოდა და ადვოკატები რომ არ დაუშვეს, ოჯახის წევრებიც აღარ შევიდნენ თავად შეხვედრაზე პატრიარქთანო, რა სიტყვით? ნაწილობრივი თორნიკე მისი ძმა მამაუზმა შეეხო, მან თქვა ზუსტად ესე რომ ჩვენ შემოგვითვალეს რომ ოჯახი მისულიყავით და ჩვენ უთხარით რომ ძალიან ბედნიერი ვიქნებით პატრიარქთან შეხვედრეს, უბრალოდ ჩვენ გსურს რომ მოვიდეთ ადვოკატებთან ერთად, იქნებ დავაზუსტოთ ეგ საკითხი და თუ შესაძლებელია მოვიდეთ ადვოკატებთან ერთად, ჯერჯერობით პასუხი ამ კითხვაზე არ ყოფილა. პატრიარქი იყო თანახმა, შეხვედროდა ოჯახის წევრებს, მაგრამ ადვოკატების გარეშე ოჯახმა არ ისურვა შეხვედრა უწმინდესთან. ფორმულირება ოჯახმა თქვა რომ უკეთესი იქნება შეხვდეთ ადვოკატებთან ერთად. არ ურჩიეთ თქვენ რომელიმე ადვოკატმა ოჯახს რომ ეგ კარგი ყოფილიყო. და იქნებ დაველოდოთ ორი დღე რა იცლება ამ ორი დღე. კი ბატონო, არაფერი არ იცლება. მე უნდა დავსვა კითხვა აქეთ, თუმცა ეხლა გვაქვს ერთი ჩართვა ადამიანი, რომელიც ქართულ ეკლესიაში აღარ მსახურობს, მაგრამ ის არის ძალიან საინტერესო რესპონდენტია. ეს არის მელქისედეკ დიაკონიძე, ვენეციის და ვენეტოს ეპისკოპოსი, ფინეთის და სკანდინავიის ქვეყნების ეპარქიის დროებითი მართველი. მე მას მივესალმები. მადლობა დიდი რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. რა სიტყვით თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? თქვენთვის არ არის უცხო ეს თემა ქართული ეკლესია, საპატრიარქო. თქვენ დღეს აღარ ხართ ამ საპატრიარქოს და ქართული ეკლესიის კედლების ქვეშ, თუ არ ვიცი, თაღის ქვეშ, მაგრამ როგორ გამოიყურება მთელი ეს პროცესები თქვენი თვალით? მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენ მთლიანად თქვენ სტუდიას, თქვენ ქართველ ხალხს ერთი შესწორება მინდა ქალბატონო ინგა, მე მიტროპოლიტი გახლავართ უკვე, არა იმიტომ რომ ჩემი რეგალია დაკნინდა, უბრალოდ სწორი არა უკაცრავად, მეგონა რომ არაუშავს მიტროპოლიტი გახლავართ. კარგით. რაც შეეხება ახლა ამ დღევანდელ თემას, რაზეც მე ვისმენ მანდ სტუდიიდან და საერთოდ ზოგადად მესმის, იმიტომ რომ ფაქტი რომ მე აღარ ვარ ამ ეკლესიის ომოფორის ქვეშ, ასე როგორც ვიტყვით, სასულიერო პირები, არ ნიშნავს რომ ეს ჩემი სამშობლო არ არის და გული არ შემტკივა ჩემს პირადად, ჩემს გამზრდელ დედა ეკლესიაზე. ნუ რავი შეეპარება, ეჭირო მე ისევ ცრემლით და თუ საჭიროა ხმლით ხელში დავდგები ჩემი დედა ეკლესიის დასაცავად.
რომელ ეპარქიასაც არ უნდა ვეკუთვნოდე, რომელ ეკლესიასაც არ უნდა ვეკუთვნოდე, სულით და ხორცით მე ისევ ქართველი ვარ. ციანიდის თემა მე მაოცებს საერთოდ, იმიტომ რომ ორი შეკითხვა მაქვს. დიახ. გერმანიაში ციანიდი არ იშოვებოდა საქართველოსთან რო არ წაეღოთ, თუ მათ ვინმეს რამე მოკლა უნდათ? და მეორე, პარალელურად მაოცებს დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჭურჭელი, რომელშიც ციანიდი იყო გადამალული, ხელში ეჭირა. და არა შემთხვევით, არამედ ის მას დაატარებდა, მოგეხსენებათ, ის იყო ეგრეთ წოდებული დეზოდორი, ხო, რითაც სურნელებას ვაფქვევთ ხოლმე. ამიტომ მე ეს თემა მაინც მგონია, ასე ვთქვათ, გამოცხობილი და არ არის მართალი. გამოცხობილი რისთვის? აი რას ფიქრობთ? ანუ რისთვის დაჭირდა? აი თქვენ კითხვა გაქვთ. დიახ. ინტერნეტ გამოკითხვა გაქვთ, ზუსტად ეხლა ეკრანზე მაგერ ვათვალიერებ. რა არის ამის მიზეზი და ამის მიზეზი გახლავთ ორიო, გიწერიათ, რომ მიმდინარეობს პატრიარქის ტახტისათვის ბრძოლა. მამანმა საჭიროდ ჩათვალა, რომ პატრიარქი უკვე უნდა შეიცვალოს, მაგრამ შეიცვალოს არა იმ გზით, რომელიც ჯულის კანონით მიღებულია, არამედ ქვენა მოსაზრებებით და იმ გზით, რომელიც მიუღებელია მთლიანად საზოგადოებისათვის. აქ მოიაზრება რამოდენიმე კანდიდატი. დიახ. ანუ ხალხი თავისი ყველა ადამიანი თავისი შეგნების მიხედვით სჯის. ვიღაცას გონია, რადგან მიტროპოლიტი დიმიტრი ძმიშვილია, მისი მას უფრო დიდი უპირატესობა აქვს ტახტისაკენ იოლად გაიყვალოს გზა და ბიძა მას აუცილებლად დაუთმობს თავის სავარჯიშს. არა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ამ სკანდალის შემდეგ პირველივე დღეებში გააკეთა განცხადება, მან თქვა, რომ მე არ ვაპირებ პატრიარქობასო, ნეტგაზეც მისცა ეს ინტერვიუ, თუ არ ვცდები. მეც მანდა ვარ, ქალბატონო ინგას, ეს უბრალოდ ადამიანის მოსაზრება გამოვთქვი და არა ჩემი დასტური. კი ბატონო. ხო, მეორე ფიქრობს, რომ ვიღაცას უნდა კიდე მეორე კანდიდატს მისცეს, კიდე მესამე კანდიდატს. ასე იგი ეჭიდავებიან ერთმანეთს იმისათვის, რაც გამორიცხულია, რომ რომელიმე მას შეძლოს. ერთი რომ ეს კანდიდატი შეგიძლიათ მითხრათ, ანუ თუ თქვენ ამაში ბრძოლას ხედავთ, მას ვისი ბრძოლაა? გავიგეთ ერთი რომ მეუფე დიმიტრი იძულებული გახდა რომ ეს კომენტარი გაეკეთებინა, არ ვაპირებ, საერთოდ არ ვფიქრობ პატრიარქობაზე. სხვა ვინ კიდევ? მეუფე დიმიტრი ვერც იფიქრებს ამ საკითხზე იმ მორალიზმის გამო, რომ ჯულის კანონით მამიდან შვილზე და შთამომავლობით პატრიარქის ტახტის გადაცემა შეუძლებელია, გამორიცხულია. ხო, ამაშია საქმე. მეორე მომენტი, ვის გულისხმობთ, ეხლა ჩამოთვალეს აქ ორი, ერთი იაკობი, მთავარეპისკოპოსია, მგონი მიტროპოლიტი უკვე აღარ ვიცი, აღარ მახსოვს და მიტროპოლიტი პეტრე ცავა. ესე იგი, მე ასეთ როგორც საქართველოში პოლიტიკური მოწყობა შეიქმნა იმისტებად და ამისტებად დაიყო, ჯერ კიდევ სულგანათლებული ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ახლაც ასე მიმდინარეობს და ეს გადაედო სასულიერო დასს. თქვენ ხელისუფლების თვალს ხედავთ ამაში და საერთოდ როგორ ფიქრობთ, ვისი ხელი ჩანს მთელ ამ ამბებში, რაც დაიწყო ციანიდით და აგერ მივედით სინოდის სავარაუდო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს? მთლიანი პოლიტიკური ელიტის დანაშაულია. პროკურატურა, რომელიც ამ წუთის აგერ ერთმა ახალგაზრდამ ბრძანა, რომ უსუსურია, ამ დროს ნაციონალური მოძრაობისას ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა საეკლესიო მოღვაწეთა დაპატიმრებები და ასე ვთქვათ, ჭყალებში ვამბობ, ერთგვარი წარმატებით ახორციელებდნენ ამას მაშინდელი ხელისუფალები. ეხლა რა ხდება? ეხლა ამას გეკითხებით. ეხლა გეტყვით, პროკურატურა სავსეა ისევ იმ ხალხით, ვინც მაშინაც მუშაობდა და ახლა მათ სხვა დირექტივა შეიძლება ჰქონდეთ, რომ
უსუსური გამოაჩინონ პროკურატურის მუშაობა აქედან სამართალდამცავი სისტემა და აქედან დღევანდელი სახელმწიფო ორგანოების უსუსურობა დადასტურდეს. ესე იგი მეუფე პეტრე, ანუ მიტროპოლიტი პეტრე ცავა მოგეხსენებათ თქვენ ძალიან აქტიურად იყო მხარდაჭერილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან. ეს მისი პირადი ნება და ვერავის ვერ არ არის საინტერესო, მაგრამ როდესაც ერთ მხარეს ხარ გადახრილი და მეორე მხრიდან უბერავ, გურულებმა იციან ბახმაროს ნიავივით, ხან აღმოსავლეთიდან, ხან დასავლეთიდან უბერავ. ასეთი ჯერჯერობით მე რაც ნახე მეუფე პეტრე ბოლომდე იმ მხარეს დგას, რა მხარეც მან დაიჭირა ციანიდის ამბავზე და ეს მხარე არის დაპატიმრებული დეკანოზის მხარდაჭერა. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ და სტუდიაში უნდა გადმოვიდე. საპატრიარქოში ვინ არის დღეს თქვენი აზრით ან წლების განმავლობაში რაც თქვენ იცით ყველაზე გავლენიანი ფიგურა, როცა ამბობენ რომ აი საპატრიარქოს მეორე სართულიდან იმართებაო პროცესებიო. შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ და გადმოდივარ აქ სტუდიაში. საპატრიარქოში კი გეტყვით, ახლა პირდაპირ ამდენად გამომივახა გვარის და სახელის დასახელება არ ვიცი, მაგრამ საპატრიარქოში ყველაზე გავლენიანი ფიგურა არის ის, ვინც ყველაზე მეტად ცდილობს რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დიდხანს დარჩეს ამ წმინდა ტახტზე. იმიტომ რომ მისი ყველა ბერკეტი განადგურებული იქნება, როგორც კი პატრიარქი გამოიცვლება. ვინ არის ეს? ვინ არის? შეგიძლიათ მითხრათ? აგერ 5-6 დაასახელეს. მე გოგონას გეშინიათ პირდაპირ ეთერში რომ ვთქვათ ვინ არის? გეტყვი, ვამბობ მაცალეთ. აი იმ გოგონას მინდა ვთქვა, შორენა თეთრუაშვილი ღმერთი ხომ არ არისო? ზუსტადაც საქმე იმაშია, რომ შორენა თეთრუაშვილის იმათ ეშინიათ და იმათ ისეთებისთვის წარმოადგენს ის ავტორიტეტს, ვისთვისაც ღმერთის არსება მხოლოდ ერთადერთი მიზეზია, რომ ფული აკეთონ და შემოსავლიანი ადგილები კონდეთ. ამიტომ შორენასი ეშინიათ იმათ, ვისაც ის ხელს უშლის მსგავს ქმედებაში, იმიტომ რომ მას თავის ბერკეტები აქვს ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ საინტერესო სტუმრობისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა დიდი. გადმოვდივარ ისევ სტუდიაში. მამუკა დავიწყებ ახლა თქვენგან. აი მოისმინეთ. ბრალდებები არ სრულდება. ციანიდიდან დაწყებული მეუფე პეტრეს სავარაუდო განკვეთი თუ უფლებამოსილების შეჩერებით დამთავრებული ყველაფერი მიდის საპატრიარქოს მეორე სართულამდე. როგორც ეს იყო თეადეიშვილის რეპორტაჟში, ეს ორი სიტყვა დამამახსოვდა, ეს მეორე სართული თუ სამი საპატრიარქოს მეორე სართული. რა სიტყვით? მრავალი დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მრავალი ათეული წელია მე ამ პროცესებში მონაწილეობდა, შემიძლია ვთქვა, რომ შიგნიდანაც და გარედანაც ვიცნობ სიტუაციას და შემიძლია ერთი მარტივი ჭეშმარიტება ვთქვა. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ვერ ან არ უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესების დაცვას, როდესაც პოლიტიკური პარტიები სუსტია, საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება ამორფული და გათვითოკაცებული და ქვეყანაში სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ძალიან დიდ გავლენებს ფლობენ, ერთადერთი დამცველი ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებისა არის საქართველოს ეკლესია. დღეს სწორედ მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და შესაბამისად ცდილობენ რომ მას თავისი ორი ფუნქციიდან, ერთი როგორც ამსარებლობით რელიგიური ფუნქცია და მეორე როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა, ხოლმე პირველს ბუნებრივია ვერ წაართვებს ვერავინ, აი მეორე შეიზღუდოს და მას არ მიეცეს ამ ურთულეს პირობებში თავისი ამ უდიდესი მისიის შესრულება, რომ ამ ინსტიტუტმა, რომელიც ერთადერთია დარჩენილი დღეს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, დანარჩენი ყველა ინსტიტუტი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსუსურია, აი ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ. როგორ უნდა ებრძოლო ამ ინსტიტუტს? ორი გზა არის. პირველი, გარედან მეთოდიკამ არ გაამართლა ბრძოლისა, რაც შეუტიეს გარედან ეს უარესი შედეგი მიიღეს, ამიტომ დარჩა შიგნიდან გარკვეული პირების გამოყენებით, გარკვეულწილად ჩაითრიონ ეკლესია
შიდა დაპირისპირებებში შეუქმნან გარკვეულ პოლიტიკური, უბრალოდ გარკვეულ სასულიერო პირებს რთული სიტუაციები და მოახდინონ მათი დისკრედიტაცია და ჩამოაცილონ მრევლი ეკლესია. ვის იყენებენ მაშინ სიტუაციის ასარევად? ამ შემთხვევაში ახლა მარტივად შეგვიძლია ვთქვათ. აი ავიღოთ, აი შორენა თეთრაშვილზე იყო საუბარი. ელემენტარული თემა არის. დღეს ვერავინ ვერ გამოვა. არათუ ეკლესიის წევრი, ჩხიბავები და ისინი რო არიან, რა ქვია, მკითხავები, იქაც ხატები და სანთლები უყენია, იმიტომ რომ ვერავინ ვერ იტყვის, რა ქვია, არავინ არ მივა, ამათანაც თუ ხატები არ ესვენა. დღესაც ბუნებრივია, პატრიარქის დაცვის მოტივით ხდება ეს ყოველივე და შესაბამისად ამბობენ რა შორენა თეთრაშვილზე ამით პატრიარქის წინააღმდეგ ქმედებებში არიან ჩართული იმიტომ რომ შეიძლება ინგა მე და შენ ვიღაცას მოუწონოთ არ მოუწონოთ ეს არ არის პრობლემა მაგრამ შენ რო გითხრას ვიღაცამ რომ შენ არ ახარ დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომ შენს მაგივრად იღებს სხვა გადაწყვეტილებას ყველაზე მეტად გინდა პოლიტიკოსის გინდა ჟურნალისტის შეურაცხყოფელი ეს არის ნებსი თუ უნებლიეთ ეს ხალხი პატრიარქს აყენებს შეურაცხყოფას პატრიარქი რომელიც 40 წელიწადია რომ იტყვიან ბეწვის ხიდზე გაყავს ქვეყანა და არც ისე არის რა ქვია რომ ვერ ფლობდეს სიტუაციას დღესაც მას სად არის პატრიარქი რატო პატრიარქი სად არის აი შევხედოთ სად არის ჩემი დიდი პატივისცემა მას და დიდი სიყვარული აქვე ვუდასტურებ მაგრამ სად არის პატრიარქი როდესაც მის გარშემო როგორც გარკვეულწილად შიგნიდან, ასევე გარკვეული სპეცსამსახურები გარედან მსგავთ ქმედებებს ეწევა. აი თუნდაც მარტივი მაგალითი ახლა რო ავიღოთ. აი ყველა საუბრის დროს ხსენდება თუ არ ხსენდება მეუფე დიმიტრი, იმ წუთში არის იქვე ძმისშვილი. რატომ ძმისშვილი მეუფე დიმიტრი არის ყველაზე უფრო სტაჟიანი სასულიერო პირი დღეს და მე ჯერ კიდე პატარა ბავშვი რომ მივედი ეკლესიაში მეუფე დიმიტრი დამხვდა იქ და მამა რეზო საყვარელიძე დანარჩენი სასულიერო პირები შემდეგ მოვიდნენ არა მეუფე იმიტომ ძმისშვილი ხო მაგრამ გამოძიება რატომ ახდენდა მაშინ ზეთონას მეუფე დიმიტრის დაადეო ხელიო თუ კი ძმისშვილი რა შუაშია იმიტომ ხوارა რომ ეს ყველაზე სტაჟიანი ეპისკოპოსი იყო რეალურად პატრიარქობის იერუსალიმის პატრიარქი ხო ბიძა იყო წმინდა ნინოსი რა ქვია ალექსანდრე ოქროპერიძე წმინდა კაკი მამკა ძალიან შორს მივიდივარ ჩვენ ცოტა დღეს როდესაც არის საუბარი ფაქტობრივად ხდება დარტყმა ეკლესიაზე პატრიარქის დისკრედიტაცია უბრალოდ უვიწყი ჩვენ იმას რომ პატრიარქს არ ეხებიან და მეორე სათვალს ეხებიან დარტყმა შორენა თეთრაშვილზე დარტყმა მეუფე დიმიტრის შორენა თეთრაშვილზე დარტყმა ნიშნავს პატრიარქს არა მაგას არ ნიშნავს ეს ნიშნავს ერთ რამეს რომ სამოქალაქო აქტიურობიდან გადაწყვეტილებების მიღებიდან ამ ადამიანთა ყურადღება გადავიდეს სხვა მიმართულებით და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა როცა ამაში არის ჩართული სასულიერო პირები იგივე თუნდაც პატრიარქი სად არის მეუფე ისაიას დაჯილდოვება ადამიანმა წამოწია თემა რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ მეუფე ისაია რომელიც დღეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რომელიც დღეს 8 წელიწადია არ გამოდის იქიდან იბრძვის აი ეკლესიის სახე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც აი ხანდოს ხეობაში მიმდინარე პროცესებზე კარგი მამკა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ იმიტომ რაზე ვსაუბრობთ ეს არის თემა ნომერი 1 ეს არის სწორედ თემა გახადეს გამოჩნდა შემდეგ ეს თვითფარქვია კაცი რომელიც ახლო ყავდა ეთერში და 1000 გვას სისულელეებს ლაპარაკობდა მამკა დრო არ გვაქვს მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მეუფე პეტრეზე დაგისვამთ მე კითხვას აქ თავდება ძანე და ქაბატონ ხატუნასთან გადავიდე და გიორგი მე შეკითხვა დამისვა და ბატონ მამუკას რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მე მინდა ერთ რამეზე მიაქციოთ ახლა ყურადღება აი ნახეთ ბატონმა მამუკამ აღწერა პროცესი რა ენით და რა იდეებით პოლიტიკური იდეებით აბსოლუტურად ხო ეკლესია ეროვნული მისია ვიღაცა სპეცსამსახურები იქ ოკუპირებული ტერიტორია აი აქ აი ამ სხეულში ვერ თავსდება ეკლესიის ზრუნება გასაგებია რას ვამბობ ესე იგი ეკლესიაზე უნდა ვილაპარაკოთ სხვა ენით თეოლოგიური ენით ამ პრობლემაზე სალაპარაკო ბატონმა მამუკამ კარგი შეიძლება შესანიშნავი ანალიზი შემოგთავაზა რაშიდაც ჩაითრევს ის ძალიან დიდ ნაწილს მაყურებლების ძალიან კარგად გააგებინებს აი ამ მაყურებლებს რომ პოლიტიკური ენით თურმე შეიძლება დავახასიათოთ რაღაც პროცესი მაგრამ ეს არ არის იმ პროცესებზე პასუხი რომელიც არის ბუნებით საეკლესიო ბუნებით შემოგარგო ეს არის პოლიტიკური პროცესი არ არის პოლიტიკური შეუძლებელია პოლიტიკური პროცესი იყოს როცა ვლაპარაკობთ შიგნით როგორც ცოცხალ ორგანიზმს
არსებობს ყველგან პრობლემა. ეს თქვენ ესე შემოგთავაზეთ, მაგრამ ვერ მოგვარდება, როდესაც გარედან ფათური არ წყდება. ხო და აი ამაზე კი ბატონო ვისაუბროთ, მე შემიძლია კონფერენციას მიწერა წერილი, ეს რელიგიური პროცესი იყო? ერთი წამი თუ შეიძლება სულ სხვაგან მიდიხარ, სულ სხვაგან მიდიხარ, ჩვენ ლაპარაკობთ საუბრობთ რომ მიდის ზოლა პატრიარქის ტახტის 21 წელს ამბროსი ხელეა და ნაზარ ლეჟოვა იყო კანდიდატები პატრიარქობის როგორც ტახტის ზოლა მიდიოდა. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ეკლესიის ისეთ პრობლემაზე, რომელიც თავისი ბუნებით კანონიკური თეოლოგიური პრობლემა არის. თქვენ გადაიყვანეთ თეოლოგიური და კანონიკური პრობლემა არ სალაპარაკო არ არის. კეთილი უნდა ვიდეოს ყველა. არა გენაცვალე წარმოადგენთ. კეთილი უნდა ვიდეოს ყველა. ეკლესიის შიგნით განვიხილოთ ეკლესიის აი ამ ადამიანების ახლა რომ გამოვიდა სხვების და სხვების მონაწილეობით ამის განხილვა ეს არის მამუკა ეს არის პირდაპირ ბრძოლა ეკლესიის ეკლესიის წინააღმდეგ ეს არის პროცესების დახასიათება იმენით და იმ იდეებით რომელიც უეჭველად 40 წელიწადი ამ პროცესს მაგრამ არაერთი დაპატიმრებული ეპისკოპოსი მინახავს და არაერთი ზეწოლა მინახავს უშუალოდ შეიძლება იმიტომ რომ ყველა მათგანი იყო პოლიტიკური პროცესი მინდა გამიგოთ სწორად რასაც ვამბობ თქვენი აღწერილი ენა თქვენი გამოყენებული ლექსიკა არ არის საეკლესიო ეს პრობლემის ამსახველი და ეს საეკლესიო პრობლემაა რა თქმა უნდა საეკლესიო პრობლემაა რა თქმა უნდა საეკლესიო საქმე რელიგიური დოგმატური პრობლემაა ერთი წუთით მაინტერესებს დოგმატიკა რა არის ამ საქმეში ჩვენ ვლაპარაკობთ პეტრე მიტროპოლიტ პეტრე ცაუზე რომელიც დასაჯა სინოდმა აი ამ კითხვებზე აქ მოსალოდნელი კიდევ პეტრე გაცდა რელიგიურ თემატიკას არ გაცდა რელიგიურ თემა აი თქვენი შეფასება ეს გაცდა მაგრამ არა ჩემი შეფასება არ არის ელემენტარულად შეიძლება მე დავსვავ კითხვას სამყარო უკაცრავად საბატონო ხალხო ეხავე გადმოვა თქვენთან არც არა რელიგიური ამაზე თქვა ბატონო მე ვიტყვი მეუფე პეტრე გაცდა როცა ამბობ დაწესებულ დაკანონებულ ჩარჩოებს გაცდა რას ნიშნავს თუ მას ჯერა რომ დეკანოზი არის უდანაშაულო და არის დაპატიმრებული უდანაშაულოდ. მეუფე პეტრე, იმიტომ რომ ის არის სასულიერო პირი და მიტროპოლიტი, არ უნდა იცავდეს. არანაირ კავშირში არ არის მეუფე პეტრეს პოზიცია ციანიდის საქმესთან იმ მეორე ქმედებასთან ის ქმედება, როდესაც ფაქტურად ეკლესიაში შიდა განხეთქილების გზით პატრიარქის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები რომელი იყო? რომელი მეტი შეურაცხყოფელი რა უნდა იყოს რომ პატრიარქი ვერ მართავს სიტუაციას უგეუბნება. მეტი რა უნდა იყოს? ერთი წუთი რა, მე მოსმენილი მაქვს უჩინობის განცხადებები პატრიარქი პლენში ხავთ. ანუ მაშინ ვიაგაჩე ერთი წუთი მაშინდელი ოპოზიცია დღეს რომ ხელისუფლებაში მყარად არიან შეურაცხყოფას აყენებდნენ, ანუ პატრიარქს. შეურაცხყოფას აყენებდნენ, აბა რას აყენებდნენ? როგორ შეიძლება იცი რომ ჩვენ ვლაპარაკობ საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელზე, კაცმა რომ 40 წელიწადი ასე ძლივს შეკრიბა ჩვენი ეკლესია და ის ვერ მართავს სიტუაციას. ერთი წუთი. მე თუმეტე სიმართლეს არ შეეფერება. ერთი წუთი უნდა გადავიდეთ. 4 თვია მაზი არის თუ. კარგია, გიორგი, განაგზეთ თქვენ და ხათუნასთან. პრობლემა იმ ადამიანებს, ვისაც ეკლესია გიყვართ და მეუფე პეტრეს განცხადებებზე გაქვს პრობლემა? აი გვაქვს ეს პრობლემა. ახალი და მამაკან რო არ მაქვს. უნებლიეთ. აი ამას ჩემი და შესაბამისად მიაბით ეს საკითხი პოლიტიკის ძალიან გთხოვთ მამუკა სამართლებრივი საქმე გადაიყვანეთ პოლიტიკურ პლანში და გადააქციეთ ის შიგნით პრობლემას. გთხოვთ გიორგი განაგზეთ ამბობდით რაღაცას შეგიძლიათ განაგზოთ პირდაპირ და ქალბატონი ხათუნა და მამა გიორგი ჩაგვერთვება შემდეგ გადავართ. მე შევეხები რამოდენიმე საკითხს. პირველში დეკანოზი როცა დააკავეს იმ დღიდან დღემდე მიუხედავად არა სხვა რამესაო ბატონო შევეხედა შენ გიორგი მამალაძეს უკვე აკავშირებ მე მიჯნავ ამადა შენ აკავშირებ რა თქმევინეთ არ ვაკო მე ვამბობ რა დეკანოზი გიორგი მამალაძე როცა დააკავეს იმ დღიდან დღემდე მისი პირადი ყოველდღიური თხოვნაა რომ ის ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას. არასოდეს ჩვენ არც ერთი პოლიტიკურ პარტიისათვის არ მიგვიცია რაიმე ამ თემაზე ხელზე დასაქმება. იმიტომ რომ აქ არის რა, არის ადამიანი, რომელიც საპატრიარქოში ხას უსვამს, საპატრიარქოში რაც იყო დიდი პრობლემა 27 წელია
და დაიწყო ამის შესწავლა შეეწირა. ეს არის საზოგადოებრივი პოზიცია. საზოგადოების მიერ გასაცემი. გიორგი, რა შეეწირა? მარტივად გეტყვით, შეეწირა იმ მილიონობის დარგოების აღმოჩენას, რომელიც საპატრიარქოშია. თუნდაც მარტივ რამეს გეტყვი, რომ მივიდა გენერალური დირექტორად კლინიკის დახტა 7 მილიონიანი გარღვევა. მარტივად გეტყვით. მარტო ერთს გეტყვი. ესეთი შემიძლია უამრავი რაღაცა. უბრალოდ მისი თხოვნა რომ ეს თუნდაც ის რომ ამბობს რომ მზად არის შეიქმნა საეკლესიო კომისია ან სასამართლო, რატომ ითხოვს? კითხვები არ უჩნდება არავის? ვიჩნდება. და შესაბამისად ამ პრობლემებს მანამდე უნდა და მიხედვა სხვა რომელი პარტიას მან მისცა ეს ინფორმაციები, იმიტომ რომ ის ეკლესიის შვილია. გიორგი, ერთი წუთით რა, ობიექტურები ვიყო. ახლა იმას შემიჯნები რაღაცა. როდესაც თქვენ საუბრობთ რაღაცა, უნდა მომცეთ საშუალება, ქრონომეტრაჟი აქვს გადაცემას და არ მინდა რომ ერთმანეთზე მეტი ვინმე ისაუბროს. თქვენ რომ ეხა საუბრობთ რომ აი დეკანოზი იკვლევდა კორუფციულ სქემებზე, ქონდა მას თავისი დასკვნა, ამას შეეწირა. წეგან თორნიკე მამალაძესთანაც დავსვი ეს კითხვა. აი დაუშვათ აქეთ რომ შემოგიბრუნოთ პატრიარქმა თუ ეს და ალბათ შედგება ეს შეხვედრა. რა არის ის ფონდი, რაზეც ედიშე ქარჩავამ ისაუბრა, რა არის ის 50 მილიონი, რომლის უზარმაზარი თანხის გათეთრებაზე იყო საუბარი და ასე შემდეგ. რას უპასუხებთ ადვოკატ? ძალიან მარტივად უპასუხებთ. აი პატრიარქის მინდობილობით, რომელიცაც იყო გაფორმებული აღნიშნული ხელშეკრულება. დღემდე პირველი დღიდან ვამბობთ, ეს იყო განუხორციელებელი პროექტი, რომელიც იყო ძალიან კეთილი საქმე. პატრიარქის მინდობილობა, მეორე. თუ შეიძლება ისე. კი ბატონო, მეორე. ხელშეკრულება წამით, სულ ერთი წამით. ბატონმა ქარჩავამ ჩემთან პირდაპირ ეთერში იცრუა და თქვა, რომ არავითარი პირადი ხელშეკრულებას არ აწერია არც პატრიარქის არ ახლავს არც პატრიარქის ხელმოწერა, არც ერთი ოფიციალური პატრიარქის მეორე. პირველი, თუ სამი რაღაცა უნდა განახოთ. პირველი პატრიარქის მინდობილობა. მეორე, ხელშეკრულება იწყება პირდაპირ გეუბნები პატრიარქის მინდობილობით და მესამე, ხელშეკრულების მიზანი პირდაპირ წერია. მიზნობრივი გრანტი თუ რაში დაიხარჯებოდა თითეული თეთრი. შემიძლია ნებისმიერ ჟურნალისტს გავაცნო, როგორც წინამორბედული დღის გავაცანი. შეგიძლია თქვენ გადმოგცეთ, თქვენ მოგცეთ. ეს იყო თავიდან ბოლომდე დისკრეტიზაცია, იმიტომ რომ საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილი ჯგუფი ხდება, რომ ისინი სამართლებრივად აგებენ, რაღაცა უნდა გააკეთონ. ზუსტად ალბათ დამამთავრებ, თუ შეიძლება მე თქვენ გააცლით საუბარს, მიცი რომ ჯგუფზე ხდებათ, ეს შორენა თეთრუაშვილი რა გავაკეთო ახლა მესმის. შესაბამისად, ბატონი რაღაცა არ არის განცხადება თუ როდის იყო თუ გახსოვთ მეუფე პეტრეზე. ზუსტად იმ დღეს როცა ჩვენ ეს ხელშეკრულებები გავასაჯაროვეთ. 20 მაისი იყო. ზუსტად იმ დღეს როცა ხელშეკრულებები გავასაჯაროვეთ. მაის მოხსნეს პატრიარქის დაცვის ახლადაღი შესაბამისად უფროსი ბატონი ზურა ბუჩუკური, რომელიც ჩემი ინფორმაციით მე დედაო რომ ჩაგვერთვება კიდევ მასაც ვკითხავ, მეუფე პეტრეს ახლობელი იყო თუ არა სულიერი შვილი. ქალბატონო, იგა ერთი წამი დავამთავროთ ჩემსაც. ანუ როცა ჩვენ ეს გავასაჯაროვეთ, ზუსტად იმ დღეს ბატონი მედიის შერქარჩევამ გააკეთა განცხადება ახალი დისკრეტიზაცია. ანუ ეხდება რა? მიზანი მიმართულად ხას უზამ დისკრეტიზაცია ამ ჯგუფის მიერ, იმიტომ რომ ხდებიან სამართლებრივად აბსურდში არიან და სამწუხაროდ დღეს ვისაც ეკლესია გვიყვარს დავამთავრეთ. მე მინდა რა ვთქვა, ვისაც ეკლესია გიყვართ. და ეს ისეთი თემა არის, ერთმანეთს არ შევეჯიბოთ. ჩვენ ვიფიქროთ არა ეს ეკლესიის მიმართ დარტყმაზე, არამედ ვიფიქროთ იმაზე, ვინც ამას აკეთებს. აი ამ ადამიანებს გავცეთ პასუხი, რომ იმ ჯგუფის გამო ჩვენი დედა ეკლესია არ გაილაშქროს. შორენა თეთრუაშვილის გადავდივარ ხათუნასთან, ხათუნა საღინაშვილი, ჟურნალ ქვაკუთხედის რედაქტორი და ცოტა ხანში გვექნება უკვე ჩართვა გიორგი ზვიადაძესთან, შემდეგ ისევ თქვენ დაგიბრუნდებით. ხათუნა, თქვენ გააპროტესტეთ ეხლა, როდესაც შორენა თეთრუაშვილზე და მის გავლენებზე საუბრობდა ადვოკატი. უფლება დამცველების მხრიდან პირველ რიგში, როცა უაპელაციოდ საუბრობენ ისეთ ადამიანზე, რომელთანაც შეიძლება შეხება ცხოვრებაში არ ქონია და პირადი ნაცნობობაც კი არ აკავშირებთ. მე ხარ რო გითხრათ დიდი ღრმა ურთიერთობები მაქვს ქალბატონ შორენასთან, მოგატყუებთ ერთადერთხელ მქონდა საქმიანი შეხვედრა, რაღაც საქმესთან დაკავშირებით ძალიან ღირსეულად მოიქცა ის ადამიანი და ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე ის საქმე მართლა ღირსეულად ბოლომდე მიიყვანა და ეხლა ის იყო უბრალოდ ჩემი ადამიანური რაღაცა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქალი რაღაც საფრთხობელად აქციეს. მით უმეტეს უფლება დამცველებმა და შინაგანი რაღაცა მართლა პროტესტი და წინააღმდეგობის გზნობა მიჩნდება. ახლა საფრთხება დამცველების მხრიდან ხო არ ყოფილა
განხილვა. აი მაგალითად იგივე მეუფე პეტრე, რომელზეც მთელი გადაცემის განმავლობაში ვსაუბრობ, ღიად ამბობს, რომ ქალბატონისგან არის მართული. ესე ამბობს მე მის სიტყვებს ვიმეორე. ქალბატონის შორენა მე ხა როგორც შემიძლია თქვა, არ მინდა ახლა ამ თემას შევეხო და მაინდა-მაინც ქალბატონის შორენაზე გადავიტანო აქცენტი, იმიტომ რომ თემა ბევრად უფრო მასშტაბურია და უფრო მძიმე და მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით იმას ვიტყვი, რომ აი საქმიდან გამომდინარე, რა საქმესთან დაკავშირებითაც ერთადერთ ეპიზოდში მასთან შეხება მქონდა, ძალიან ღირსეულად მოიქცა და უბრალოდ ადამიანურად არ შემიძლია სოლიდარული არ იყო, როცა ყველას პირზე შორენა სახელი აკერია, იცნობენ თუ არა იცნობენ. ეხლა კიდევ გადავალ მაინც ძირითად თემაზე. ბევრი მსგავსი მოსაზრება გამოითქვა და მე რაღაცა განსხვავებული მოსაზრებებიც მიჩნდება. პირველი რაც მინდა თქვა, არის ის, რომ ამ მთელ საქმეში მე როგორც მორწმუნე ადამიანს, ქართველს და მამულიშვილს ყველაზე მეტად რაც მაწუხებს და რაც არის ჩემი გულის ტკივილი არის ის, რომ ამ აურზაურში ყველაზე მეტად დაზარალდა უპირობო ავტორიტეტი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ფიქრობ რომ დაზარალდა ეკლესიის ავტორიტეტი. სასაკვირველია ის, რომ მასმედიიდან ნომერ პირველ თემად დღემდე ეს საკითხია, ციანიდის საკითხი და არ ჩამოდის, ეს პირველ რიგში რასაკვირველად ეკლესიის ავტორიტეტზე მოქმედებს და ეს ეკლესიას უფრო ურტყავს თუ პროკურატურას თქვენ როგორ ვთქვით? მე ჩამოვყალიბდები და მაგ საკითხამდე აუცილებლად მივალ, მაგრამ როგორც ხო და მორწმუნე ადამიანი ვარ მეთქი ახსენე და მინდა ეს ტონალობა გავაგრძელო და ვთქვა და თუ არ მიწყენთ ამ სტუდიიდან მინდა ყველა ადამიანს მოუწოდო ვისთვისაც ეკლესია დამცირდა და შეურაცხყოფილია ამ ესე იგი აურზაურში და ორომტრიაში უთხარო ეს არ ახალი, ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლა, ახლა ჩვენ ეკლესიის ისტორია ვიცით, საქართველოს ისტორია ვიცით და ჩვეულებრივი ამბავია, მაგ კი არა წმინდანები ამბობენ, აგერ დიდი მეუდაბნოე მამა მაკარი დიდი იძახის რომ სადაც არის სული წმინდა, იქ როგორც ბნელი აჩრდილი ბოროტის სული არის მუდმივად ჩასაფრებულიო და ამას ცოტა პრაგმატულად და რეალურად უნდა შევხედოთ. ეკლესიაში პრობლემები რო არ იყოს, ეს იქნებოდა გასაკვირი. ეკლესია მართლა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ადამიანებისგან შედგება, ადამიანებისგან, რომლებიც მოდიან თავისი ღირსებით, ნაკლით, მერე სულიერის დის პროცესში ფერიცვალებას განიცდიან და შეუძლებელიცაა, ხო, ორგანიზმი ხანდახან ცოცხალი ორგანიზმის ნეულია ჭრილობებია და ხან პროცესია ეხლა უნდა ქირურგიული ჩარევით მკურნალობა და ხან ჟურნალისტი ბრძანდებით. აი მითხარით ჩემი ფასი მას დაარქმევდით ამ პროცესს, რაც ეკლესიის გარშემო ხდება თუ წიაღში. ანუ იმის თქმა მინდა რომ ამას მინდა ყველა გაგებით მოეკიდოს, იმიტომ რომ ეკლესია შედგება ადამიანებისგან და ეს ადამიანები თავისთავად სრულყოფილი არ არიან. მეორე საკითხი ხა რაც შეეხება უშუალოდ ამ ამბავს, როგორც კი ეს ამბავი გამომჟღავდა, მე დამჩა შთაბეჭდება რომ თავის პოზიციებში ძალიან არათანამიმდევრულია როგორც დაცვის მხარე, ასევე პროკურატურის მხარე და გეტყვით რატომ. ენდობით თქვენ გჯერათ რომ იგეგმებოდა დეკანოზის მხრიდან რა ინფორმაციას მე მაქვს იქიდან გამომდინარე მე ვიცი ბევრი მტკიცებულება ჯერ საერთოდ არ არის საჯაროდ გამოტანილი საპატრიარქოსთან დაახლოებული ადამიანებისგან ვიცი რომ არსებობს კიდე კასკადი მტკიცებულებებისა რომლებიც დანაშაულის კვალს ამტკიცებენ ამ საქმეში. აი აგერზის ადამიანი ეხაც ეღიმება ადვოკატია ბატონი სულხანი მან თქვა რომ აბსოლუტურად სხვა რამეაო მოდით მე პირდაპირ ჩართვაზე გადავალ და შემდეგ ისევ დაუბრუნდები სტუდიაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეა ჩვენი სტუმარი დიდი მადლობა მამა გიორგი რომ დაგთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე პირველი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ როგორ ბრძანდება მისი უწმინდესობა თქვენ გაქვთ აქტიური ურთიერთობა მასთან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც ვითარდება ციანიდიდან დაწყებული სინოდის ხდომების ჩათვლით და მთელი რიგი სკანდალებით მე მაინტერესებს როგორ ბრძანდება ილია მეორე და რას ამბობს როგორია მისი რეაქცია ეკლესიის წიაღში განვითარებულ ამბებზე. მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს ქალბატონო ინკა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. პატრიარქთან დაკავშირებით თუ თქვენ კითხულობთ მის ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა გერმანიაში მკურნალობის შემდგომ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობეს და ის ძალიან ფიზიკურად ძალიან კარგად გრძნობს თავს. რაც შეეხება იმ მოვლენებს, რაც განვითარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეკლესიაში, ამის გამო საქართველოს პატრიარქი ბუნებრივია ძალიან შეწუხებულია მთელი წმინდა სინოდი და რა თქმა უნდა მთელ საქართველოს კარგად მოეხსენება და საქართველოს მოსახლეობას რომ
პატრიარქმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა საქართველოს და საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებას და ყველაფერიც რაც ხდება ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ კიბელთან არის დაკავშირებული და მთელი ეკლესიის სურვილი ის არის რომ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა კანონიკური სამართლის ნორმებში გადავიდეს და მოსახლეობას ჩვენს მორწმუნე მრევლს ძალიან მაღალი შეგნების ჩვენ საზოგადოებას არ კონდეს რაიმე კითხვის ნიშნები და თუ კი ასეთი კითხვის ნიშნები იქნება ყოველთვის ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს და დარწმუნებული ვარ კარგად იცის რომ მხოლოდ საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება და წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ის, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ. წმინდა სინოდთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა, თუმცა მანამდე მამა გიორგი ასეთი რამ მინდა კითხო, დღეს ოფიციალურად შეეცვალა მის უწმინდესობას დაცვა ზურაბ ბუჩუკური, რომელიც მას შემდეგ რაც ეს ციანიდის სკანდალი აგორდა და მას შემდეგ რაც ამ პოზიციიდან გაუშვეს თუ წავიდა სოსო ოხანაშვილი, იყო ზურაბ ბუჩუკური. დღეს მე მომიყვნენ ასეთი რამ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ბუჩუკური იყო მეუფე პეტრეს სულიერი შვილი ან მისი ძალიან ახლობელი. ამის გადამოწმება სამწუხაროდ ვეღარ შევძელი. ამის გამო ხომ არ მოხდა პატრიარქის დაცვის ცვლილება კიდევ ერთხელ რისი ეშინიათ საპატრიარქოში? საპატრიარქოს არ ეშინია არაფრის. საპატრიარქოში არის ძალიან დიდი სიმშვიდე ღვთისმადლით და პატრიარქის რა თქმა უნდა მოღვაწეობით პატრიარქის ღვთისგან პატრიარქისთვის მიმართლებული განსაკუთრებული სიბრძნის გონიერების და მისი საოცარი სიმშვიდის წყალობით არანაირი შიში საპატრიარქოში არ არსებობს ბატონი ზურაბ ბუჩუკურის გათავისუფლება არ უკავშირდება იმას რომ მის მიმართ რაიმე სახის უნდობლობა იყო ეს არ იქნება მართებული ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ბატონ მანზურ ჩუბინიძემ გააკეთა თავისი განცხადება მან გაამახვილა ამაზე ყურადღება იმის გამო რომ მეუფე პეტრეს სულიერი შვილია ზურაბ ბუჩუკური ამის გამო არ შეიძლება რაიმე იჭვი არსებობდეს მასთან დაკავშირებით მეუფე პეტრე ბრძანდება საქართველოს ეკლესიის მოქმედი მღვდელმთავარი ამიტომ იმის გამო რომ მისი სულიერი შვილი არ შეიძლება რომ რაღაც მიზეზი გახდეს ეს ვინმეს გათავისუფლების ბატონი ზურაბი დიდი ხანია მსახურობს პატრიარქთან და არასოდეს კითხვის ნიშანი არ დამდგარა მის ერთგულებასთან დაკავშირებით მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით ეს არის პრეროგატივა და კომპეტენცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მისი ხელმძღვანელის შეთანხმებულია პატრიარქთან როგორც ვიცი ბატონი ანზორი პირადად ესაუბრა მის უწმინდესობას პიროვნება რომელიც დაინიშნა ასევე მაღალი პროფესიონალია და ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს ეს გახლავთ ბატონი ივანე კობაიძე და მე ურთიერთობა მაქვს ყოველდღიური შეიძლება ითქვას პატრიარქის დაცვის სამსახურის წევრებთან და უნდა დავადასტურო და მადლობა გამოხატო იმ ადამიანების მიმართ რომლებიც რა თქმა უნდა მაღალი პროფესიონალიზმით და ერთგულებით ემსახურებიან საქართველოს პატრიარქს. მამაო, ასეთი რამ მინდა კითხოთ, დიახ, თქვენ ბძანე წეღან რომ მეუფე პეტრეზე როცა საუბრობდით რომ არაფერ შუაში არ არისო მისი ახლობლობა რომ მეუფე პეტრე არისო სინოდის წევრი არის მღვდელმთავარი როდემდე არის მეუფე პეტრე სინოდის წევრი არსებობს ასეთი ინფორმაცია თითქოს უახლოეს სინოდის ხტომაზე რომელიც სავარაუდოდ შეიძლება პეტრე პავლობის მარხვამდე ანუ 12 ივნისამდე ჩაინიშნოს შესაძლებელია დადგეს მეუფე პეტრესთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და ამავე ხტომაზე თითქოს იგეგმება რომ განიხილოს სინოდმა რას ეფუძნებოდა ედიშერ ქარჩავას თქვენი საპატრიარქოს იურისტის ბრალდებები მეუფე პეტრეს მიმართ რა შეგიძლიათ ამაზე მიპასუხოთ საქართველოს საპატრიარქომ თუ თქვენ ნახეთ და დარწმუნებული ვარ რომ ნახეთ საპატრიარქოს განცხადება ეს არის უაღრესად კვალიფიციური განცხადება ვფიქრობ რომ შეკითხვები ამ კუთხით უფრო ნაკლებად უნდა იყოს პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ტელევიზიას იმის გამო რომ არის მცდელობა გარკვეულობა შექმნათ საქართველოს მოსახლეობაში რაც არის ყოველთვის ყველაზე არსებითი საქართველოს პატრიარქს და საქართველოს ეკლესიას აქვს უდიდესი პატივისცემა საქართველოს მოსახლეობისადმი მისი მრევლისადმი და ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც პატრიარქის და ეკლესიის მრევლს არ შეადგენს ამიტომ ეკლესია არასოდეს ორ ჭოფობს არც მერყეობს არ შვევიეს ეკლესიას
და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის თავის მოსახლეობას იმ პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებით, რაც რა თქმა უნდა ეკლესიას და საპატრიარქოს აქვს მთელი მოსახლეობის მიმართ. თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით ეს მცდელობა, რომ გარკვეულობაში იქნა ძალიან მნიშვნელოვანია, არ იგეგმება წმინდა სინოდის სხდომის გამართვა, ეს ინფორმაცია ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ კანონიკურ ეკლესია იმართება საეკლესიო სამართლის ნორმებით, ეკლესიის კანონიკური ნორმებით. ამიტომ სინოდის მოწვევის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნებართვის გარეშე, მისი მოწვევის გარეშე არავის აქვს უფლება სინოდის სხდომა მოიწვიოს. ასეთი სინოდის სხდომის მოწვევა არ იგეგმება. წელიწადში ორჯერ იმართება სინოდის სხდომა, თუ პატრიარქის საჭიროდ ჩათვლის, ის ეთათბირება მღვდელმთავრებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს და რა თქმა უნდა ამის შემდგომ უკვე პატრიარქი თავის ქორეპისკოპოსს დაავალებს, რომ შეატყობინოს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, რომ გაიმართება სინოდის სხდომა ამ და ამ რიცხვში. ასეთი სხდომა ჯერჯერობით არ იგეგმება. რაც შეეხება მეუფე პეტრეს, მეუფე პეტრი არის მოქმედი მღვდელმთავარი, არავის არ შეიძლება ეკლესიაში სურვილი ჰქონდეს ის, რომ მეუფე პეტრეს თავისი უფლებამოსილება მღვდელმოქმედება შეუწყდეს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ტკივილი იქნება ეკლესიისთვის. პატრიარქის მთელი მოღვაწეობა ყოველთვის მიმართულია იმისკენ, რომ ყველა ადამიანმა თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულოს ღმერთის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე და მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ჩვენ არ შეიძლება კონდეს არასწორი დამოკიდებულება. მეუფე პეტრი არის მღვდელმთავარი, მის მოღვაწეობაში არის ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც უაღრესად დადებითია და მე ამის შესახებ არაერთხელ მქონია საუბარი, რაც შეეხება საეკლესიო კანონების უხეშ დარღვევას, რაც მეუფე პეტრემ განახორციელა და ამის შესახებ აშკარად მქონდა საშუალება მე თქვა ჩვენი საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან გულის ტკივილი და ამას ჩვენ არავინ არ მოველოდით მღვდელმთავრისგან, რომ მღვდელმთავარი უგულებელყოფდა კანონიკურ ნორმებს და არღვევდა ამ ნორმებს და საკუთარ თავს მისცემდა ისეთი განცხადებების გაკეთების უფლებას, რასაც ის ვერ დაამტკიცებს და მღვდელმთავარი ამის უფლებას არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს და არ უნდა არღვევდეს საეკლესიო ეთიკას. არავითარ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ არც პატრიარქის მდივან რეფერენტზე და რა თქმა უნდა მას არ ქონდა არც მასე განცხადების გაკეთების უფლება სინოდის ნებართვის გარეშე, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე. ის განცხადება, რაც მეუფე თეოდორესთან დაკავშირებით ითქვა, რაც მეუფე იაკობთან დაკავშირებით ითქვა, მე არ შემიძლია არ თქვა ჩვენი მაყურებლის წინაშე, ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ ძალიან ბევრჯერ მქონია შესაძლებლობა მეუფე თეოდორესთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა კომისიაში, საღვთისმეტყველო კომისიაში, მასთან ერთად ყოფილიყავი საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი და მე არ შემიძლია არ დავადასტო, რომ ამ პიროვნების ძალიან დიდი ღირსება, ძალიან დიდი ერთგულება მართლმადიდებლობისადმი, პატრიარქისადმი, მან ძალიან დიდი როლი შეასრულა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეკლესიის პოზიციების დასაცავად და მართლმადიდებლობის დასაცავად და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ იყო მართებული, არ იყო სწორი მეუფე პეტრეს მხრიდან, არც მეუფე იაკობის მიმართ ნათქვამი, ისიც პატრიარქის ქორეპისკოპოსია, რომელსაც თავისი დამსახურება, თავისი შრომა და მოღვაწეობა უკავშირდება ეკლესიაში და მღვდელმთავრისთვის არის უკიდურესად შეუფერებელი, რომ წმინდა სინოდის წევრებზე ასეთი კონტექსტში ისაუბრო, ეს არ იყო მართებული. მაგრამ რა თქმა უნდა თუ იგი იმას ფიქრობს, თუ იგი ფიქრობს, თუ იგი საჭიროდ თulis, რომ საზოგადოებას უთხრა სიმართლე, მისი სიმართლე რაც არის და თქვენ ამბობთ, რომ მან მიუღებელი საქციელი ჩაიდინა, ანუ დაისჯება მეუფე ამის გამო? მეუფე პეტრეს სინოდმა გააფრთხილა, მეუფე პეტრეს სინოდმა შენიშვნა მისცა, ეს მეუფე პეტრე აგრძელებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი მოღვაწეობას, ეს შენიშვნა მისნათ ისახავს იმას, რომ ის რაც მიუღებელი ეკლესიისთვის და მას შენიშვნა მისცა მთელმა წმინდა სინოდმა, დღეს 47 წევრია წმინდა სინოდში, ესეც პატრიარქის უაღრესად ნაყოფიერი და დადებითი მოღვაწეობის შედეგია, რომ საქართველოს ეკლესია უაღრესად ძალმოსილი გახდა. პატრიარქი როცა იწყებდა მოღვაწეობას, მხოლოდ 5-6 ეპისკოპოსი იყო და ისინიც ყველანი თბილისში იმყოფებოდნენ. დღეს 47 ეპისკოპოსია მისი უწმინდესობის ჩათვლით, რა თქმა უნდა, რომელიც სინოდის თავმჯდომარეა და საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარი და ესეც დიდი ძალმოსილება შეეძინა ამან ეკლესიას და რა თქმა უნდა, როდესაც მთელი სინოდი შენიშვნას გაძლევს, ქალბატონო ინგა, თქვენ ახსენეთ, რომ აი თუ კი მეუფე ასე ფიქრობს,
მდელმთავარი ყველა სამღვდელო პირი რა თქმა უნდა უპირველესად ანგარიშს უწევდეს წმინდა სინოდს და ანგარიშს უწევდეს ეკლესიის კანონებს. ეს არის ანბანური ჭეშმარიტება კანონიკური ნორმების რომ ყველაფერი ის რაც შენს ეპარქიას სცილდება ყველაფერი ის რაც არ ეხება შენს ეპარქიას სადაც შენ სინოდის და პატრიარქის მიერ დადგენილი ხარ მღვდელმთავრად როგორც უმაღლესი სასულიერო პირი რომ წარმართო საეკლესიო ცხოვრება შენს ეპარქიაში და დანერგო ღვთისმცოდნეობა და რა თქმა უნდა ადამიანები შემოკრებო ეკლესიის მაცხოვნებელ წიაღში ყველაფერი რაც შენს ეპარქიას შორდება რა შენ გჭირდება სინოდის ნებართვა შენ გჭირდება პატრიარქის ნებართვა პატრიარქმა და სინოდმა გამოირჩია ეს მღვდელმთავრად ამიტომ ეს უპირველესად ანგარიშვალდებულია სინოდის წინაშე პატრიარქი და სინოდი ხომ არ გადაირჩევს აქედან გამომდინარე მამა გიორგი ამას გეკითხებით ხომ არ დაჭიან ამისგან არავით ნამდვილად არავით არის განსრახვა ამის ეკლესიაში არ არის არავით არის განსრახვა ამის არ არის რა თქმა უნდა ღმერთმა დაიფაროს ამის ასეთი რამისგან სინოდიც და მეუფე პეტრეს ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმაში რომ მეუფე პეტრე ძალიან ხმად გააცნობიერებს თავის მდგომარეობას გააცნობიერებს იმ შეცდომებს რაც რა თქმა უნდა რაც ადგილი ჰქონდა რაც მან დაუშვა და დარწმუნებული ვართ იმაში რომ სინანულის მეშვეობით მეუფე პეტრე ჩვეულებრივად გააგრძელებს თავის ძალიან მნიშვნელოვან მოღვაწეობას როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი ასევე არ შემიძლია პასუხი არ გაგცეთ იმასე რომ თქვენ ახსენეთ ბატონი ქარჩავა რომელიც ეხლა ხაზზე ყავს პროდიუსერი მეუბნება რომ ბატონ ქარჩავას სატელეფონო ჩართვა სურს და ის ალბათ გვეტყვის თავის სათქმეს მაგრამ სანამ ბატონი ედიშერი იტყვის მე აუცილებლად უნდა გითხრათ რომ ის წლების განმავლობაში ემსახურება საპატრიარქოს არის ძალიან კვალიფიციური იურისტი ის ასევე ეხმარება ჩვენს მღვდელმთავრებს მათდამი რწმუნებულ ეპარქიებში მისი მოღვაწეობა ძალიან დადებითია მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას ის რომ რაც მან განაცხადა 50 მილიონთან დაკავშირებით ან იმასთან დაკავშირებით რომ მეუფე პეტრეს ფიზიკურად უნდა პატრიარქის მოკვლა ასეთი რამ რა თქმა უნდა მიუღებელია როგორც პატრიარქისთვის და მე მას პირადად ვისაუბრე ამ საკითხზე მიუღებელია მთელი საპატრიარქოსთვის მისი ეს განცხადებები არავისთან არ ყოფილა შეთანხმებული ეს იყო მისი პირადი ინიციატივა და მაშინვე რა თქმა უნდა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია გაცხადა ჩვენი მოსახლეობისთვის რომ ეს არ ყოფილა შეთანხმებული ეს არ არის შეთანხმებული არავისთან ეს იყო მისი პირადი დამოკიდებულება მისი პირადი აზრი რაც შეეხება საქართველოს ოფიციალურ პოზიციას ამასთან დაკავშირებით ან ვრცელდება ყოველთვის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციასთან დაკავშირებით განცხადება ან სამღვდელო პირი და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რა თქმა უნდა აცნობს საქართველოს მოსახლეობას მადლობა მამაო და სანამ გაგვეთიშება ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ მეშინია სიგნალი არ გაითიშოს არ ვიცი მზად ხარ თუ არა ამ პასუხისთვის ანუ დეკანოს მამალაძის ოჯახი ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ხომ არ იცით თქვენ შედგება თუ არა ეს შეხვედრა კი მე ვიცი რომ პატრიარქი რა თქმა უნდა მე რა ინფორმაციაც მაქვს პატრიარქი აპირებს რომ შეხვდეს მამა გიორგის ოჯახს მე ასევე მინდა ვთქვა რომ ის რაც მამა გიორგისთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სასამართლო ჩვენ ყველა ვართ ამით ძალიან შეწუხებული რა თქმა უნდა ძალიან ძიმია ეს მთელი ეკლესიისთვის ძალიან დიდი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის ჩვენ არ შეიძლება ვისაუბროთ ჯერ მამა გიორგის ბრალეულობაზე ამიტომ ყველა ვართ იმ მოლოდინში თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოძიების და სასამართლოს მიერ და ამის შემდეგ რა თქმა უნდა საპატრიარქოს იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით რაც შეეხება მის ოჯახს მე როგორც ვიცი პატრიარქი აპირებს შეხვედრას მამა გიორგის ოჯახთან და კიდევ ერთი სიტყვის თმამიტა თუ შეიძლება კი ბატონო ბძანეთ მამა ძალიან მოკლედ ვიტყვი იმას რომ ყველას კარგად მოეცენება რომ მთელი ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებელ ეკლესიაზე დგას ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დგას ეს ყველას მოეხსენება ქრისტიანული სარწმუნოების ყველაზე დიდი გამოვლინება ეს არის ღვთისმცნებების დაცვა და წმინდა ლიტურგიაში მონაწილეობის მიღება რაც არის ეკლესიურობის ყველაზე დიდი გამოვლინება ღვთისმცნებების დაცვა და ლიტურგიაში მონაწილეობის მიღება შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი დაბრკოლდა ამ ამბების შედეგად გარკვეული რაღაც ზიანიც მიადგა საქართველოს ეკლესიის საერთაშორისო პრესტიჟს
ეს მე მინდა ყველას უთხრა რომ ეკლესიაში არავითარი მიზეზი არ არის შფოთის საქართველოს ეკლესია პატრიარქის წინამძღოლობით მას უაღრესად ნათელი გონება აქვს მიუხედავად იმისა რომ ხანდაზმული ასაკის გახლავთ მას უაღრესად ნათელი გონება აქვს უაღრესად ნათელი მეხსიერება ის მას მტკიცედ უყრია ხელში საქართველოს ეკლესიის მმართველობის სადავეები და ძალიან დიდი სიმშვიდე უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით რომ ყველაზე არსებითი რაც არის ეკლესიისთვის ეკლესია უბიწოთ იცავს წმინდა სარწმუნოებას მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენას და ეკლესია მთელი ერთგულებით და დიდი სიყვარული და პატივისცემით ემსახურება საქართველოს მოსახლეობას ამიტომ მიზეზი შფოთის არ ერთი წამით რაც შეეხება ესეთ საკითხებს რაზეც საზოგადოებას ინტერესი აქვს ეკლესია ყოველთვის მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას ჩვენს მოსახლეობას და ჩვენ არ უნდა შევიჭრათ წმინდა სინოდის კომპეტენციაში და უნდა მივცეთ საშუალება წმინდა სინოდს რომ მან იმსჯელოს მან გადაწყვეტილება მიიღოს და მხოლოდ სინოდის გადაწყვეტილება და საქართველოს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველამ ერთად დიდი მადლობა მამა გიორგი დიდი სიყვარულით მოგვიკითხეთ მისი უწმინდესობა დიდი პატივისცემით ჩვენი გადაცემის მთელი გუნდის მხრიდან. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. მაშასე ეს იყო მამა გიორგი ზვიადაძე. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით, რეკლამა გაივლის მალე. ჩვენი სტუმრები, თავისი სათქმელი და ასევე ხაზზე გვეყოლება ედიშერ ქარჩავა და გვექნება კიდევ ერთი ჩართვა მარტვილიდან.